მართლმადიდებლობის ზეიმი. ჩვენი წმენის, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი გადარჩენის დღესასწაული. ჩვენი ეკლესია ღვთაებრივია. ის მაცხოვარმა დაადგინა, თავისი სწავლება მან მისცა მოწაფეებს, მოციქულებს და მათ მთელ მსოფლიოში იქადაგეს მართალი რწმენა. ერთი სიტყვა აქვს თქმული ეპისკოპოს ილია მინიეტეს და მინდა ეს გამოკრებით წავიკითხო. საუბარია მოციქულებზე. ვინ არიან ისინი? იუდევლები, ანუ სირცხული და აუგი ყველა ტომისა. საქმიანობით მეთევზეენი, ესე იგი ღარიბები და უსწავლელნი. მხოლოდ 12 ძალზე ცოტანი. სწორედ ისინი გამოარჩია ღმერთმა და სახარების საქადაგებლად მთელს მსოფლიოში წარგზავნა. წარვედით ყოველსა სოფელსა და უხადაგეთ სახარება იესე ყოველსა დაბადებულსა. თითქოს ხედავ მათ, აი ისინი იერუსალიმის სახელიდან გამოდიან, რათა სხვადასხვა ქვეყნისკენ გასწიონ. ცოტა ხნით შეიცადეთ, გალილეველო მამებო, და მითხარით ამას, რა საქმეს იწყებთ. ჩვენ ზოგიერთნი წარგზავნილი ვართ რომში, მსოფლიოს დედაქალაქში, ვინ ათენში, სადაც დედამიწის სიბრძნეა დავანებული, ვინ ინდოელებთან, ვინ სკვითებთან, ველურ ბარბაროს ტომებთან. ერთი სიტყვით ქვეყნის დასალიერამდე, რათა სხვა რწმენა გამდევნოთ და ადამიანებს ღმერთკაცისადმი წმენა მივაღებინოთ. წმენა ღმერთკაცისადმი, რომელიც ერთი დედისაგან, ქალწულისაგან უმამოდ იშვა. კეთილი, თქვენ რა თქმა უნდა დიდ და ძლიერ საქმეს მოეჭიდეთ. და სად არის თქვენი ჯარი? ჩვენ მხოლოდ 12 ვართ. და სადაა თქვენი იარაღი? წარგზავნილმა ერთხის წაღებაც აგვიგზალა. ესე იგი ადამიანები ცილით უნდა მოაქციოთ. არა, ჩვენ ღარიბები ვართ და ის მცირედიც მივატოვეთ, რაც გაგვაჩნდა. იქნებ სიტყვის ნიჭი გაქვთ, იქნებ კერმეტყველი მოკმენი ხართ. ამით აპირებთ მიაღებინოთ ადამიანებს ეს უცნაური დოგმატები, რომლებიც ყოველგვარ ბუნებრივ შინაარსს ეწინააღმდეგება. არა, ჩვენ არანაირი ადამიანური ძალის იმედი არ გვაქვს. არამედ მხოლოდ ჩვენი წარგზავნილის ძალას ვეყრდნობით და გვწამს, რომ ყველაფერს შევასრულებთ. ყოველივე ძალმის განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ. ეს რა მესმის მანო? ამ ადამიანებმა ყველაფერს მიაღწიეს, რისი მიღწევაც სურდათ. ახლა გთხოვთ, მითხარით, ვის შეეძლო გაეკეთებინა ესოდენ დიადი საქმე? შეექმნა ეს მართლმადიდებელი ეკლესია დასაბამიდან არაფრისგან, ასეთივე არარსებულისგან, როგორც ამბობს პავლე მოციქული. ვის შეეძლო ამის გაკეთება გარდა ყოვლადწლიერი ღმერთისა? დიახ, მარჯვენამან, უფლისამან ქმნა ზალი. არა ანგელოზურმა, არა ადამიანურმა, არამედ უმყოფობიდან ბუნების აღმოყენებელმა ღვთის მტკიცე მარჯვენამ უმყოფობიდან შექმნა მადლის სამეფო. ამიტომ მართლმადიდებლობა დასაბამიდანვე ღვთაებრივია. ქრისტიანული სარწმუნოება ეს ბუნებაზე, სიტყვაზე და გონებაზე აღმატებული ზეციური სწავლებაა. ქრისტიანენო, წარმოიდგინეთ, რომ
რამდენიმე ცხვარი მინდორზე მგლებთან, ლომებთან, ურჩხულებთან და სხვა მრავალრიცხოვან სისხლის მსმელ ხეთებთან იბრძვის. რა სიტყვით? რომ დაინახოთ, რომ ამ რამდენიმე ცხვარმა გაიმარჯვა. მათ მგლები, ლომები, ურჩხულები და ყველა დანარჩენი მხეცები განდევნეს. შემდეგ დედამიწას მოეფინენ და ისე გამრავლდნენ, რომ ერთი დიდი მრავალრიცხოვანი ფარა შექმნეს. რა თქმა უნდა იტყოდით, რომ ეს არაბუნებრივია, რომ ეს განსაკუთრებული სასწაულია. ქრისტეს ეკლესიის შემთხვევაში სწორედ ეს მოხდა. აი მეც ვხედავ 12 მოციქულს, როგორც 12 ცხვარს, რომლებიც ქრისტეს სახადაგებლად, როგორც ბრძოლის ველზე მთელ მსოფლიოში წარიგზავნა. აჰა მე მიგავანთ მითხრა ცხოვართა შორის მგელთა. იქ მხოლოდ მგლები, ქრისტიანთა მდევნელები, იუდეველები არ არიან. იქ არიან ლომები, სარწმუნოების მდევნელი მწვალებლები, არიან ურჩხულები, განდგომილი და ღვთისმბრძოლი დემონები, ურიცხვი ნადირი, ხიდული და უხილავი მტერი, შეუკავებელი ძალით და მძვინვარებით თავს დააცრა ქრისტეს ცხვრებს, ახალგაზრდა ეკლესიას, რა გასაოცარ სანახაობას უმზერ. ამ რამდენიმე ცხვარმა გაიმარჯვა. მათ მგლები, ლომები, ურჩხულები და ყველა დანარჩენი მხეცი დაფანტეს. ხედავ, როგორ ზეიმობენ დაბალნი ამპარტავნებზე, უიარაღონი ძლიერებზე, გლახაკები მეფეებზე, უსწავლენი ბრძენებზე. 12-ნი უთვალავნი გახდნენ. მთელი დედამიწა აავსეს. ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა იმათი და კიდეც სოფელთა სიტყვანი მათი. ეს ხედავ რომის კაპიტოლიუმს ალაბზე როგორ აღზევდა ქრისტეს ჯვარი. ხედავ როგორ დაემხო ათენში უცნობი ღმერთებისადმი მიცვნილი სამსხვერპლო და თაყვანისცემას ჯვარცმული როგორ იწირავს. ოქროპირის სიტყვებით სულ მცირე დროში მეთევზეებმა და მეზვერეებმა ქალაქების ყველაზე ამაღლებულ ადგილებს მიაღწიეს და კარვების მკერველმა მთელი ელადა მოაქცია. უზენაესის მარჯვენამ ისე მოაწყო, რომ მოციქულთა ქადაგებას სხვადასხვა ხალხებს ესმოდათ. მოციქულთა ხელით ემხობოდა წარმართული ტაძრები, იმუსრებოდა კერპები და მათი თაყვანისმცემლები წმენაში მოდიოდნენ. ხოლო ხელითა მოციქულთაითა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები მრავალი ერთსა შორის. იყო ნიშნები, სნეულთა განკურნება, კეთროვანთა განწმენდა, მკვდართა აღდგენება, უწმიდურ სულთა განწმენდა, სასწაულები, რომები წმინდა ადამიანებს ფეხებს ულოკავდნენ. მოწამეები ცეცხლში უნებელნი რჩებოდნენ. ქალწულნი მხეცებს ეომებოდნენ და მათ ათვინიერებდნენ. უძრავი ბორცვები ადგილიდან იძროდნენ. აღელვებული ზღვა ქრისტიანთა ლოცვით მშვიდდებოდა. ნიშნები მრავალნი ერთსა შორის. შემოგვიტიეთ უღმერთონო, ურწმუნონო, ვიწიერნო, შემოგვიტიეთ ჩემი მართლმადიდებლური წმენის მტრებო, რამდენი სხივით აქვს მზეს, იმდენი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ
ჩვენი წმინდა მართალია. ქრისტეს მათეს სახარების მეშვიდე თავში იმის შესახებ საუბრობს, რომ გონიერმა კაცმა თავისი სახლი კლდეზე ააშენა. წვიმა წამოვიდა, დინარეები ადიდდა, ამოვარდა ქარი და იკვეთნენ იმ სახლს, მაგრამ ვერ წალეკეს, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული. კლდეზე დამყარებული ყარი და დაუზრველი სახლი ეს გონიერი, ბრძენი და ღვთაებრივი მშენებლობის მიერ აგებული ქრისტეს ეკლესია. მის დასანგრევად ეშმაკმა სამი ძლიერი საშუალება გამოიყენა. წვიმა, რათა ჩაეძირა, დინარეები, რათა მისი ფუძე წაელეკა და ქარები, რათა ის დაენგრია. ეს იყო ეკლესიის წინააღმდეგ მის მიერ აღზრული სამი საშინელი მტერი: იუდეველები, დევნელები და ერეტიკოსები. ჯერ წვიმა წამოვიდა, იუდეველთა შური გაცხადა, მათ ამ სახლის ამხსენებელი გათელეს. განსაჯეთ, როგორი სიძულვილით სუნთქავდნენ ისინი მისი თანამოღვაწეების, მისი მოწაფეების მიმართ. ღიად ნაქადაგები ქრისტეს სახელი გულს უგმირავდათ. სინაგოგის ნანგრევებზე ყოველდღიურად მზარდი დიდება ეკლესიისა მათ სულს უწამლავდა. შეუძლებელია იმის აღწერა, თუ რამდენი მზაკვრობა, რამდენი ცილისწამება, რამდენი დევნა და ომი წამოიწყეს მოციქულებისა და ახალი ქრისტიანობის წინააღმდეგ. ისევე როგორც 40 დღის მანძილზე იწვიმა და მთელი დედამიწა წყალმა დაფარა, ასევე 40 წლის მანძილზე გრძელდებოდა იუდეური შურის წარღვნა, რათა ეკლესია წაეღო. მერე და რა, არ ჩაიზირა კიდობანი, რაც უფრო ძლიერდებოდა წვიმა, კიდობანი სულ უფრო მაღლა ადიოდა და უსაფრთხოდ ცურავდა. სწორედ ასევე იუდეველთა შურისაგან ეკლესიას არანაირი ზარალი არ განუცდია. რაც მეტად ძლიერდებოდა მათი შური, მით მეტად მტკიცდებოდა ქრისტიანთა რწმენა. ბოლოს და ბოლოს იუდეველები რომის ჯარებმა განდევნეს და წვიმას შეწყდა. მაგრამ მოვიდნენ მდინარეები, მეფეთა მდინარეები, რომლებშიც წყლის ნაცვლად დაკლულ ქრისტიანთა სისხლი მოედინებოდა. ესენი ძველი და ახალი რომის ტირანები, ქრისტიანული რწმენის მდევნელები იყვნენ, რომლებიც მას საშინელებით სასტიკად ეკვეთნენ, რათა ეკლესია ფუძიდან დაეძრათ. ისიც კი რამდენი იყვნენ? 18. აი მათი სახელები: ნერონი, დომიციანე, ტრაიანე, ანტონიუსი, მარკუს ავრელიუსი, ლიცინიუსი, ავრელიანე, დიოკლეტიანე, მაქსიმიანე, კონსტანციუსი, იულიანე განდგომილი, ვალენტუსი, ლევ ისავრიელი, კონსტანტინე კოპრომინი და თეოფილე ხატმბრძოლი. აქვე დაუვატებთ ჩვენ კიდევ ორ მეფეს. ერთი ეს არის რომის პაპი, რომელიც ებრძვის ეკლესიას და ის ამბობს, მე ვარ ვატიკანის მეფე და მმართველი. და მეორე კომუნისტური რეჟიმი, რომელიც ებრძოდა ეკლესიას, რომ მას გაეწყვიტა ყველა მღვდელი. ხრუშოვი ამბობდა, რომ ჩემს პერიოდში იმპერიაში დარჩება სულ რამოდენიმე მღვდელი, 2-3. მათ ჩავსვამე გალიაში, როგორც გადმონაშთი ძველი სიბნელისა.
ხალხი ნახავენ, მაი როგორი იყო მღვდელი. თუმცა ხრუშოვი ახლა სად არის? მერთმაიცის ეკლესია კი დიდია და ძლიერია. იცით კი რამდენი წელი გრძელდებოდა დევნა? 800 ან 2000. 800 წელზე მეტხანს. იცით კი რამდენი მოწამე იყო ამდენი წლის მანძილზე? ცაში ვარსკვლავები დათვალეთ, ზღვაში ქვიშა. ღმერთს ქრისტესთვის წამებული ყველა ქრისტიანის სისხლი ერთ ადგილზე რომ მოეგროვებინა, წმინდა სისხლის კიდევ ერთი ზღვა წარმოიქმნებოდა. კეთილი მდინარეები მოვიდნენ. მერე და რა გააკეთეს? ჩაიარეს. თვალს მოეფარნენ ტირანები. მეფენი და სამეფოები დაემხნენ. მათი ხსოვნა ხმაურმა შთანთქა. ქრისტიანები კი გამრავდნენ. დევნილები გაძლიერდნენ, გამტკიცდნენ. სათნოებებში კიდევ უფრო განეწმინდნენ და გავწყდნენ. ბოლოს დაუბერეს ქარებმა. ქვეყნების ყოველი მხრიდან აღდნენ ერეტიკოსები, ჭეშმარიტად ძლიერი ქარები, მართლმადიდებლობისა და ურთიერთ საპირისპირონი, აღდნენ განყოფითა და მღელვარებით. რიცხობრივად უთვალავნი არიან. შეუძლებელია მათი ჩამოთვლა. მინდა მათ შორის ცნობილები გამოვყო. გნოსტიკოსები, ოფიტები, მონტანისტები, საბელიანელები, ხილიასტები, პაულიანელები, მანიქევლები, დონატისტები, არიანელები, ევნომიანელები, ანთროპომორფისტები, მაკედონიელები, პელაგიანელები, ნესტორიანელები, სევერიანელები, დიოსკორიტები, მონოთელიტები, ხატმებრძოლი, ლუთერანები და კალვინისტები. აქვე დავუმატებ ჩვენ კათოლიკებს, რომლებიც ებრძვიან ეკლესიას, პროტესტანტები, ბაპტისტები, 50 იეჰოველები, ეკუმენისტები, ვინც არიან თითქოს მართლმადიდებლები, მაგრამ მას რყნიან შიგნიდან, ეკლესიის წიაღიდან და მართლწმენას მარგალიტებს უყრიან ძაღლებს და ღორებს. ამით ელავენ მართლსარწმუნოებას. ერთნი ზოგადად ღმერთს გმობდნენ, მეორენი მამას ან ძეს, ან სულიწმინდას. ესენი განხორციელების საღვთმშენებლობას, ისინი საიდუმლოებებს ყველანი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ისრაფიან ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვიან. რამდენი იყო კრება და ბჭობა, რამდენი მსჯელობა და ბრძოლა, ცნუნება, განყოფა, შფოთი, მღელვარება, დევნილობა, სიკვდილი, ვის შეუძლია ეს გადმოსცეს, მაგრამ ბოლოს ქარები ჩადგა, ერესები და ერეტიკოსები განადგურდნენ, დაემხნენ, დაცხრა მღელვარება და დადგა მშვიდობა. ქრისტეს ეკლესიაში სუფთა და შეუბრალავი მართლმადიდებლობა ბრწყინავს. მოვიდა წვიმა, მოვიდნენ მდინარეები, დაუბერეს ქარებმა, მაგრამ სახლი, ქრისტესი ეკლესია არ დაცემულა. დგას მტკიცედ და შეუპოვრად, რამე თუ დაფუძნებული იყო კლდესაზე და მტკიცე ფაკუთხეზე, ქრისტეზე, ძეზე ღვთისა ცხოველისაზე. ამიტომ ბჭენი ჯოჯოხეთენ ვერ ერეოდიან მას. განა ეს არ არის ღვთაებრივი დამტკიცება, განა უზენაესის მარჯვენა არ არის მისი დამამტკიცებელი, მარჯვენამან უფლისამან ხმნაძალი. ხოი ქრისტიანო, რწმენავ, გაჩერდით განსობითა და დამტკიცებით ღვთაებრივო, თლად ღვთაებრივო, შენ ღვთისგან გაჩდი, ღვთისგან განივცე და დაემტკიცე, შენ ჭეშმარიტი სწავლება ხარ, ვისაც შენ უპრი ხარ
მას სწორად წამს ეკლესია შენ უტყუარი გზა ხარ ვინ შენ მოყვება სამოთხეს უეჭველად აღწევს მართლმადიდებელო ქრისტიანენო ღმერთს 1000 გზის უნდა ემადლიერო იმისთვის რომ ასეთ რწმენაში ქშვა ერთი ფილოსოფოსი ღმერთს სამი რამის გამო ემადლიერებოდა პირველი იმისთვის რომ მამყაზი შედარა ხალათ მეორე იმისთვის რომ ელინი იყო და არა ბარბაროსი და მესამე იმისთვის რომ ბრძენი იყო და არა უმეცარი შენ კი ღმერთს სხვა სამი რამის გამო უნდა ემადლიერებოდე პირველი იმისთვის რომ ქრისტიანი ხარ და არა ურწმუნო მეორე რომ მართლმადიდებელი ხარ და არა სხვა წმინდის ერეტიკოსი და მესამე ცოტა ხანს შეიცადეთ ამის შესახებ მერე გიამბობთ წირვის ბოლოს მესამე რა არის ეს რა ჩვენ მადლობთ ღმერთს და ეს ჩვენი რწმენა მართლმადიდებლური როგორც აღინიშნა არის დადგენილი ღვთისგან შეუძლებელია ადამიანს ეს გაეკეთებინა როგორც უკვე წარგვეთ ჩვენ 12 ცხვარს დაემარცხებინა უამრავი ლომი გელი და ურჩხული თავისი მიმდევრებით დამქაშებით და ეკლესიამ ეს შეძლო საიდან ღვთის ძალით ეკლესიაში ყველაფერი ღვთაებრივია ჩვენ მას ამიტომ უფრთხილებით განსაკუთრებულად და მასში ამიტომაც არაფრის შეტანა მიწის არ შეიძლება მერთმა ამის უნდა მოხდეს აი მეორე ნაწილს ჩვენ წლის ბოლოს გავაგზავნებთ მერთმა დაგლოცოთ და გავუხდით